Ყვანი მიხეილ ცაგარელი და ჩვენ საუბრობთ დღეს ასტროლოგიაზე, ვარსკვლავებზე. ანუ როგორ იქნება ზეგავლენა ვარსკვლავური, პლანეტარული ამ კვირის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშანთათვის და ამასთან დაკავშირებით რა ტენდენციები და რა მოვლენები ამოსაოდნელი სწორედ ამის ირგვლივ ექნება პირველ რიგში საუბარი. და ნუ მე იმედი მაქვს, რომ ეს საკმაოდ რთული, მძიმე კვირა, მოდით ვთქვათ ასე, ამ თვის განმავლობაში ალბათ ყველაზე რთული, იმედია რომ თქვენ მეტნაკლებად შვიდად გაიარეთ. ყოველგვარი პრობლემების გარეშე, თუმცა ვიცი რომ იყო პრობლემები, ნუ დაწყებული ბენზინმზიდიდან, რომელიც აფეთქდა და სამწუხაროდ გვერდით დასრულდა გორის ტრასაზე, დამთავრებული სხვაიშვილის აგერ ვიცი დღესაც კი ერთ-ერთ კორპუსში, ნუ გასკდა მილი და იყო მთელი ამბავი დილიდან და ასე შემდგომ, ანუ იყო ტექნიკური პრობლემები ყოველ შემთხვევაში, ყველასთან არა თავისთავად, მაგრამ მაინც იყო ესეთი მოვლენები და საკმაოდ ხშირი, რაც მე მესმოდა. ყოველ შემთხვევაში იმედია რომ მეტნაკლებად ასე ვთქვათ შვიდად გავიარეთ ეს პერიოდი სერიოზული პრობლემების და სერიოზული რაღაც სირთულეების, გართულებების გარეშე და მოდით ავთუჩოთ ახლა უკვე ის თუ როგორ იქნება შემდეგი კვირა, რა ტენდენციებია მოსაოდნელი შემდეგ კვირის განმავლობაში, რომელიც ძალიან საინტერესოა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მოდით ესე ვთქვათ, უკეთესია იგი პრინციპში ვიდრე ეს კვირა, თავისი დაძაბულობის კუთხით აქ ცოტა მცირდება დაძაბულობა, მაგრამ ჯერ კიდევ არის. და მინდა გითხრათ, რომ ძირითადი მონაკვეთი შემდეგ კვირისა მაინც უფრო დაძაბულია. დაახლოებით შემდეგ შაბათამდე, ანუ 20 რიცხვამდე, მაინც დაძაბულობა ჯერ კიდევ ინერციულად, მაგრამ გრძელდება. და ეს არა მარტო ამასთან არის დაკავშირებული, დედამიწა კი უკვე ნელ-ნელად ცოტა ამცირებს თავის ნეგატიურ ენერგოველს 20 რიცხვისთვის, 20 აპრილისთვის, საიდანაც უკვე დაიწყება უფრო შედარებით მშვიდი პერიოდი 20 აპრილიდან, მაგრამ მაინც ეს დაძაბულობა რჩება და ამ დაძაბულობას ასევე დააგვირგვინებს 19-ში პარასკევს სავსე მთვარეობა. სავსე მთვარეობა თქვენ იცით ყოველთვის ურთულესი დღეა, იმიტომ რომ აქ მზის და მთვარის დაპირისპირებაა ტრადიციულად, ამიტომ სავსე მთვარეობაზე ყველა სახის ფსიქიკური დაავადებები, ტრავმულავარიული ტენდენციები, სხვა სახის კონფლიქტები და შემდგომ ეს ყოველივე მატულობს. ამიტომ მოდით ესე ვთქვათ, შემდეგი კვირა ჩვენ შეიძლება დავყოთ 5 დღე პერიოდი პარასკევის ჩათვლით შედარებით დაძაბული, ოღონდ არა ისეთი როგორც ამ კვირაში, ცოტა უკეთესი, მაგრამ მაინც დაძაბული. შაბათიდან უკვე სიტუაცია დაიწყებს ნელ-ნელა მზე გადავაქვს შაბათს კურო ზოდიაქოში და ნელ-ნელა დაიწყებს თანდათან დამშვიდებას, დალაგებას და ამის შემდეგი კვირა უკვე იქნება შედარებით უფრო მშვიდი და უფრო სტაბილური. ეს ტენდენციები ჩვენ ზოგადად გვაქვს. ახლა მოდით დავუშვით, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში მაინც ვიყოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ გარკვეულწილად, რადგან დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია 19 რიცხვის ჩათვლით, ამიტომ ავარიულობის, სატრანსპორტო პრობლემების, სხვა სახის ხანძრების, ტრამბულობის ალბათობა მაღალია. აქ ისევ შესაძლებელია ტექნიკურმა პერსონალმა გარკვეული შეცდომები დაუშვას. ამიტომ საჰაერო, მოდით ვთქვათ ასე, სხვა სახის პრობლემების, ავარიების ტენდენცია ჯერ კიდევ არის და ყურადღებით ვიყოთ ასევე სათანადო სხვა სტრუქტურები ამ კუთხით შეიძლება გარკვეულმა საპროტესტო გამოსვლებმა ან აქციებმა ჯერ კიდევ ვიჩინონ თავი 19 რიცხვის ჩათვლით, მეორე პარასკევის ჩათვლით ეს ტენდენციები ჯერ კიდევ არის. ეს ყოველივე თანდათან ასე ვთქვათ 20 რიცხვიდან უკვე ნელ-ნელა მოგეხსნება, მაგრამ მაინც შემდეგი კვირა ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღებით. მართალია მთლიანობაში მაინც ვიმეორებ შემდეგი კვირა უკეთესია ვიდრე ეს კვირა, მაგრამ მაინც ეს ნეგატიური ტენდენციები ეთხოვენ მაინც ყურადღებას. ეხლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები და მათი პერსპექტივები შემდეგი კვირის განმავლობაში როგორი იქნება. ნუ ვერძი დავისკოთ. პირველ რიგში აქაც ესე იგი ყველა ნიშანს ეხება ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა ჩვენ ავუშვათ, მათ შორისაც უკვე ვერც, ანუ 19 რიცხვის ჩათვლით ვერცათვის პერიოდი შედარებით, ასე ვთქვათ, კონფლიქტურია. მიუხედავად იმისა, რომ ვერძი აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალი აქვს, ამიტომ შესაძლებლობები იმისა, რომ გარკვეულწილად იდეების რეალიზაციას მიაღწიოს კი არის, პროფესიონალურად შეიძლება განვითარდეს კი არის ეს, მაგრამ ამავდროულად ზედმეტი ენერგიის გამო სულ სწრაფია. არ ყოფნის მოთმინება, რის გამოც შეიძლება შეცდომების დაუშვას, რადგან ზედმეტი ემოცია უგროვდება და სათანადო თუ ეს ენერგია მან არ დახარჯა, შეიძლება ეს გახდეს არასასვლელი კონფლიქტების ერთ-ერთი ფაქტორი. ფულის უკარათო ხარჯვისთან კი შეიძლება ფული შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ რადგანაც ორი იმდენს ხარჯავთ, იმიტომ რომ აქ კარგი უნარი და სურვილი, დროსტარების, მეგობრების დაპატიჟების, კაი საჩუქრების გაკეთების და შემდგომ გასაგებია, რაც ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ხშირად ვერ ზომავთ, რომ შემოსავალი აქ იმდენი არ არის, რამდენიც გასავალი გამოგდეთ თქვენ. ამიტომ ამ კუთხით ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღებით, რათა ამან არ შექმნეს რაიმე სახის პრობლემები და რასთავურია, რასაკვირველია განსაკუთრებული ყურადღება საჭესთან.
ვერ ძებო, თქვენისაც გიყვართ ჯგირითი და ყველასთვის დამტკიცება, რომ ყველაზე მაგრები ხართ და პირველები მათ შორის საჭესთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მithumetas სულსტრაფობიდან გამომდინარე, ზედმეტი აზარტიდან და ენერგიიდან გამომდინარე, ესეთი ჯგირითი შეიძლება სახალხო თაობას განსაკუთრებით მიმართავს, შეიძლება დასრულდეს არასასურველი, მოდით ვთქვათ ასე, ტრავმებით და ავარიებით. აი ამ კუთხით მოდით ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღებით. ანუ არის რასაკვირველია სასიკეთო ტენდენციები, ვერც და წარმატების ფაქტორი არის მაღალი, მაგრამ რა გინდათ, ახლა ფულს იშოვით, მაგრამ ორ იმდენს დახარჯავთ. სულსტრაფობა ხელშეუშლის მაგალითად ძალიან კარგი იდეების პროექტების ბოლომდე მიყვანა სათანადო რეალიზაციას და შემდგომ. ამიტომ წყალქვეშა დინებებიც გაქვთ. აი ამ წყალქვეშა დინებებს ამიტომ მივაგრძელოთ განსაკუთრებული ყურადღება, როგორც უკვე ხელის შემშელ ცხოვრებისეულ ფაქტორებს. აი მხრივ ვიყოთ მეტად ყურადღებით. რაც შეეხება ახლა კუროს. კუროთა უმრავლესობისათვის რასაკვირველია საყურადღებო ეს პერიოდი, იმიტომ რომ 20 რიცხვიდან დაიწყება კუროს აღმავლობის ზონა, როდესაც მზე გადავა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და შემდგომი ერთი თვე იქნება თქვენთვის ყველაზე კარგი ალბათ წლის განმავლობაში, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ გაქვთ კოსმიური გამოცდის პერიოდი, რომელსაც ახლა გადიხართ. ამიტომ ის გაგრძელდება 19 აპრილის ჩათვლით და აგვირგვინდება სწორედ სავსე მთვარეობით 19 აპრილს. ანუ ჯერ კიდევ ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები თქვენ ზურგს უკან იჩენენ თავს, ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ აი აქ ეცადეთ რომ ყურადღებით იყოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ სანამ თქვენი ნიშანი შემოვა, წინა ნიშანმა შეიძლება კუდი მოგექნიოთ. ამიტომ აქ შეიძლება უცებ გაცივდეთ, უცებ გადაიღალოთ, ემოციურად იყოთ მეტად არასტაბილური, მოვერიდოთ ყველა სახის ინვესტიციებს, ხელსაღირლებს, მოვერიდოთ ასე ვთქვათ, სხვა სახის კონფლიქტებს, რომელთა ალბათობა აქ მაღალია განსაკუთრებით კოლეგიალურ ურთიერთობებში. აქ შეიძლება, მოდით ვთქვათ ასე, სხვა სახის ერთულებმა ეჩინონ თავი, მათ შორის თუნებების კუთხით, საეჭვო ადამიანები შეიძლება გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რომ ლამაზად ლაპარაკობენ, ძალიან საინტერესო და ლამაზი აზრები და იდეები აქვს და პერსპექტივები და ნუაღვებით მათ ნათქვამს და ასე შემდგომ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ანუ ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღებით, ცოტა უფრო ფრთხილად, რათა აქ ასე ვთქვათ ეს ბოლო, თუნდაც 5 დღე თქვენთვის საკმაოდ რთული დანაკარგების შეცდომების და პრობლემების გარეშე გამოთ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს კი ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ტყუპები ფრედ კომუნიკაბილურები არიან და თან სხვა შორის ძალიან კარგი ორატორული მონაცემები აქვთ, რითიც ისინი გამოირჩევიან, მაგრამ კი ეს ხელშეუწყობს სკოლის იდეების რეალიზაციას, პროფესიონალურ განვითარებას, კი ეს ყველაფერი კარგია, შესაძლებლობები დადებითი უდავოდ გაქვთ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ წყალქვეშა დინებებით 19 რიცხვის ჩათვლით მაინც იჩენენ თავს და შეიძლება იყოს დაკავშირებული სამსახურებრივ პრობლემებთან, შეიძლება თქვენი მხრიდან ასევე სულსტრაფობასთან და ფულის ხარატო ხარჯვასთან, რამაც შეიძლება ასევე დამატებითი ტენდენციების შექმნან. ამასთან ერთად მოდით დავუშვათ, რომ იმპულსურობა მატულობს თქვენში და ზოგიერთ შემთხვევაში ისევ თქვენ შეიძლება უკმაყოფილება გამოთქვათ, უშუალოდ პარტნიორთა ზეგავლენის კუთხით და არ მოგეწონოთ მათი ზეგავლენა ან მათი კონტროლი თქვენ და მიჩათვალოთ, რომ ისინი ასე ვთქვათ მუხრუჭებში გაქცევენ და ამის პროტესტის ნიშნად ისევ შეიძლება რაღაც სისულელე თქვათ, ან რაღაცა ისეთი გააკეთოთ, რაც შეიძლება ისევ ვინანოთ. ანუ ეს ტენდენციები რაც იყო წინა კვირაში, ასევე გრძელდება. ამ კვირაში ყოველ შემთხვევაში 19 რიცხვის ჩათვლით დაგვირგვინდება მეორე ეს ნეგატიური ტენდენციების პერიოდი 19 რიცხვით, როდესაც ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა. ამიტომ ვეცადოთ, რომ აი ეს პერიოდი მაინც ტყუპებს ეხება ასევე ეს, ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღებით ამ ნეგატიური ტენდენციების მიმართ. თუმცა სასიკეთო ტენდენციები რასაკვირველია იმისთვის, რომ მეტად გამოვლინდნენ და პერიოდმა მიიღოს უფრო სასიკეთო ელფერი, რა გჭირდებათ, სწორედ აი ნეგატიური ტენდენციების პირველში კონტროლ ქვეშ მოქცევა. მაშინ უკვე სასიკეთო ტენდენციები თქვენი უფრო მეტად წინა პლანზე წამოიწევს და უფრო მეტად ეს ყოველივე ხელშეუწყობს იმას, რომ თქვენ უფრო მეტად ამის შედეგად გახდებით უფრო წარმატებული და უფრო ასე ვთქვათ სწორად მოქმედი, თუ შეიძლება ესე ითქვას. რაც შეეხება კირჩხიბებო თქვენს ისე როგორც კუროს. ენერგოტონუსი ახლა ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ, ამიტომ 19 რიცხვის ჩათვლით ვიყოთ ცოტა ყურადღებით. არაფერი ახალი მნიშვნელობის არის გვაქვს არ დავიწყოთ, არავითარი ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არ ავიღოთ. Τώρα კონფლიქტების ტენდენცია არის, მათ შორის სამსახურის სფეროში, საოჯახო სფეროშიც კი, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მით უმეტეს ზედმეტ ემოციურ, ასე ვთქვათ, აგზელტირებულ ფონზე მიიღებთ, იმიტომ რომ იქნება შეცდომის ფაქტორი. ზედმეტ ვიმეორებ, აი პასუხისმგებლობასაც ნუაიღებთ, ენერგოტონუსი დაბალია. შეიძლება აქ გაცილებით მეტის გაკეთება მოგიხდეთ, ვიდრე თქვენს ორგანიზმს შეუძლია ამ შემთხვევაში. ამიტომ ამ ხრით ცოტა გავუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას ჯერ კიდევ 19 რიცხვის ჩათვლით ვიმეორებ. არავითარი ახალი პროექტები, ახალი ნაცნობობა, ახალი მოგზაურობები და შემდგომ ამ ხრით პერიოდი არ ვარ
ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები უკვე შეგვიძლია დაიწყოთ 20 რიცხვიდან, მაგრამ იქამდე ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ მეტად და აკონტროლეთ საკუთარი ემოცია. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ლომთა ენერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი შარმიანი, აქტიური, ენერგიულია, უშიშარია, მებრძოლია. კი ბატონო, შესაძლებლობა დავუშვათ მაშინ პროფესიონალური განვითარების საწინსვლისა არის, მაგრამ რადგანაც მაღალია თქვენში ენერგეტიკა, ისე როგორც ვერძის შემთხვევაში და ხდებით საკმაოდ ენერგიული, ამიტომ დაძაბულობაც მატულობს, იმიტომ რომ ხდებით ისე სულსტრაფი, ხდებით ისე უყარა თუ აქ დაძაბულობა შეიძლება კოლეგებთან წარმოიქმნას, განსხვავებულ პირებთან, იმიტომ რომ ამბიცია თქვენი იზრდება შესაბამისად, ამას შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება და ხელი შეუშალოს თქვენს კარიერულ შესაძლებლობებს. ამიტომ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება მოუხდეს აქ თავისი შეცდომების გამოსწორება ან თავისი დაპირებების შესრულება. კრიტიკის კარცეცხი შეიძლება აღმოჩნდეთ თუ ამას არ გააკეთებ და ეს რაც ყველა ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ნუ აყვებით ზედმეტ იმპულსებს, ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს, იმიტომ რომ შეცდომის დაშვების ან მათი მოტკბების თქვენი მცდელობის ტენდენცია მაღალი ფარგლებში რეალიზაციას და შემდგომ, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ამავდროულად მატულობს იმპულსურობა, სულსტრაფობა, ზოგჯერ ზედმეტი ემოციური გამოვლენებები, რაც ამ დროს თქვენი სტილი საერთოდ არ არის და თქვენ ეს არ გიხდებოდ. თქვენი სტილი არის რა, მშვიდობიანობის გზით ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის დიპლომატიურად მოგვარება. ამ შემთხვევაში ამას გადავუხვევთ თქვენ და აქ უკვე მეტი იმპულსურობა, რაც შეიძლება გახდეს საფოსკო რეაქციების კონფლიქტების ფაქტორი. ამიტომ ეცადეთ ნებისმიერ რთულ საკითხებში და ესენი აუცილებლად საკითხები შეიძლება წარმოიქმნას მაქსიმალური დელიკატურობა, მაქსიმალური თავდაჭერა, დიპლომატიურობა გამოავლინოთ, არ იქნება ეს შეიძლება ადვილი, მაგრამ ამას თქვენ შეძლებთ. და მაშინ ნებისმიერ რთულ საკითხს უპრობლემოდ გადაწყვეტავთ. ნებისმიერ პრობლემას ეს ვთქვათ გვერდსაული თუ ესეთი ასავლელი იქნება ეს გვერდი ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ზედმეტ ემოციებს და იმპულსურობას ნუ აყვებით. ეს არის აქ თავარი საწინდარი თქვენი ცხოვრების სრული წარმატებებისა და აი ეს გვახსოვდეს. რაც შეეხება ახლა მორიელს, მორიელთა უმრავლესობას აქ კარმული ვალების გასტუმრების პერიოდი აქვს, რომელიც დასრულდება 19-ში. კარმული ვალები შეიძლება იყოს დაკავშირებული არა მარტო თქვენს ფინანსურ დავალიანობასთან, ესეც არის რასაკვირველია, არამედ შეიძლება იყოს თქვენს ახლობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობლებთან, ნათესავებთან მიმართებაში, ანუ მათ შეექმნათ პრობლემა, რის გამოც შეიძლება თქვენ მოგიხდეთ ძირითადი დროის ყურადღების მათ პრობლემების გადაწყვეტაზე გადატანა. შეიძლება მოგიხდეთ აქ სესხის აღება და სხვა სახის ფინანსური დამატებითი ასე ვთქვათ გასავალის წინაშე დადგეთ, რათა რაღაცნაირად მათ გაუმართოთ ხელი და ასე შემდგომ. და აქედან გამომდინარე, ეს ფაქტობრივად თქვენთვის არ გძლიათ, აქ თქვენი იდეების, პროექტების რეალიზაციისთვის ნაკლებად დრო გრჩებათ და ამიტომ ეს აუცილებელია. ახლა უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის კარმული ვალების გასტუმრების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი და ამ მხრივ ესეც გასაგებია, რომ გარკვეულწილად ზიანს აყენებს თქვენს პირად, ასე ვთქვათ, სურვილებს შეიძლება და გეგმებს, მაგრამ ეს გასავლელია და ეს ეცადეთ რომ გაიაროთ. მაგრამ მოითამაშოთ ისიც, რომ ზედმეტ ცეცხლს მაინც აქ თუ არ აიღებთ, იქნება უკეთესი. მოვერდოთ ყველა სახის სარისკო მოქმედებებს, იმიტომ რომ აქ იღბლის იმედი ჯერ ნუ გექნებათ 20 რიცხვამდე მაინც და ახალ თქვათ ასე პროექტებს და მათ განხორციელებას აქ თავი დავანებოთ, მოგზაურობისათვისაც ეს პერიოდი მაინდამაინც არ არის სასიკეთო. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ ისევ და ისევ მოდით ვთქვათ ასე ეს პერიოდი, რომელშობისას უარს ვამბობთ სხვილ საკითხებზე, არავითარი კონფლიქტები, რომელთა ალბათობა აქ მაღალია და ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოცია, ამიტომ რომ არაფრის გამო უცებ შეიძლება შეექმნას კონფლიქტი, როგორც სახში, ასევე სამსახურში. შესაძლებელი და გვარად ეცადეთ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ ზედმეტი იმპულსურობის, ზედმეტი სულსტრაფობის გარეშე, ზედმეტ ხარჯებს ვიმეორებ თავი დავანებოთ. აი უკვე 19 რიცხვის შემდგომ უკვე თანდათან თქვენ იგრძნობთ, რომ ჩნდებიან შანსები, რომელიც ხელს უწყობენ თქვენს მეტად წინსვლას, მეტად განვითარებას, შეიძლება უფრო მეტად პერსპექტიული სამსახურიც იპოვოთ და უფრო მეტად ასე ვთქვათ, ხელს შეუწყოთ თქვენს განვითარებას. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქაც მოდით დავუშვათ, აქ პლანეტარული დაძაბული ასპექტები გვამცნობენ, რომ ურთიერთწინააღმდეგობა მოიმატებს თქვენსა და ხელმძღვანელს შორის, თქვენსა და უფროსი თაობის ადამიანებს შორის, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. აქ მაინდამაინც არის სასურველი ეს პერიოდი მოგზაურობისათვის, იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტი საერთოდ აქ მაღალი გაქვთ. აქ არავითარი, მოდით ვთქვათ ასე, ზედმეტი გადატვირთვა, სადაც თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ რომ ენერგოტონუსი
გრადუსი მაინც დაბოლია, გახსოვდეთ, ამიტომ ორგანიზმი არ არის მდგრადი. ნუ გადატვირთავთ მას და ეცადეთ რომ მაქსიმალურად კარგი ურთიერთობები გქონდეთ ახლობლებთან, კოლეგებთან მიმართებაში, სხვას ნუ მოახერხოთ საკუთარ ნებასრულს, რაც ეს არ გახდეს საფასურო რეაქციების და კონფლიქტების მიზეზი. აი უკვე 20 რიცხვიდან თქვენ იგრძნობთ რომ თან და თანასწორ სიტუაცია უმჯობესდება, თან ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, თქვენს უფრო აქტიური ხდები და შანსები წარმატებისა თანდათან მოემატებენ თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე უკვე შემდეგ კვირას ვისაუბრებ. და შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს ამშვენდა რომ ამ პერიოდში ისევ თქვენ შეასრულოთ თქვენი დაპირება, ან ისაც გქონდათ გასაკეთებელი, შეიძლება აქ გადასახდელი იყო რაღაცა, ესეც უნდა გადაიხადოთ, დაუშვათ ჯარიმა იყო და ასე შემდგომ. აქ საერთოდ უნდა იპოვოთ თქვენ დიპლომატიურობით კოლეგებთან, ხელმძღვანელ პირებთან მიმართებაში, ახლობლებთან მიმართებაში, მაშინ უფრო ადვილად ასე ვთქვათ, გადალახავთ რა პრობლემებს, რომელიც შეიძლება აქ წარმოიქმნას ურთიერთობებში. ძალიან კარგი პერიოდია, მაინც უფრო მეტად ინდივიდუალური შემოქმედებისათვის და ნაკლებად კოლექტიური საქმიანობისათვის. ენერგოტონუსი თქვენი შედარებით მაღალია, ამიტომ შეგიძლიათ იყოთ აქტიური, უფრო ინიციატივიანი, უფრო გონებამახვილი, შესაძლებლობები ყოველ შემთხვევაში იდეების რეალიზაციისა გექნება. შეიძლება არა იმ ფორმით და იმ დონით, როგორც თქვენ ეს გსურთ, მაგრამ მაინც იქნება და წარმატების ფაქტორები მაინც წინა პლანზე წამოიწევენ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მოდით ყურადღებით ვიყოთ თევზებო, იმიტომ რომ 20 რიცხვის შემდგომ უკვე დაიწყება თქვენთვის საკმაოდ კარგი სასიკეთო პერსპექტივების მქონე პერიოდი, მაგრამ 20 რიცხვამდე საჭიროა მეტი სიფრთხილე. ანუ მოდით ავუშვათ რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად ნუენდობით თვითონაც უცნობ ადამიანებს, რათა ამან არ შექმნას ფინანსური პრობლემები, ზედმეტი ყაირათიანობა, აქ თუ ეს უყაირათობა, მოდით ვთქვათ ასე, ყაირათიანობა საჭირო სწორედ და ზედმეტი უყაირათობა აქ არ ევარგებს. ამასთან ერთად სხვა თქვენი მოტყუების თელობა სხვათა მხრიდან შეიძლება აქ ამ შემთხვევაში მოტყუებასთან ერთად დანაკარგის ტენდენციამაც მოიმატოს, დამხრივაც ვიყოთ ყურადღებით, არავითარი კაპიტალ დაბანდებები. მაქსიმალურად აქ ზედმეტი ხარჯისგანაც თავი შევიკავოთ, თუ ახლა რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ იქნა, აქ მაქსიმალურად გავუფრთხილდით მაინც თქვენ ფინანსებს და არავითარი სესხის აღება, არავითარი სესხის გაცემა, აი ყოველივე ამისგან უჯობესია თავი შევიკავოთ. ემოციური არასტაბილურობა ასევე მეტად ქმნის გარკვეულ დაძაბულობას მათ შორის პარტნიორ ურთიერთობებში. უჯობესია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები დაგეგმოთ უკვე 20 რიცხვიდან და არა იქამდე. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროლოგიური პროგნოზი უახლოესი 1 კვირის განმავლობაში. ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი რასაკვირველია და ახლა მოდით ნახოთ უკვე შემდეგი კვირის პერსპექტივები, თითოეული დღის მიხედვით რა ტენდენციები აქვს მოსაუდნელი. და გავითვალისწინოთ გარკვეულწილად, აი მაგათად ხვალინდელი დღით დავიწყოთ 15 აპრილი, ეს არის შაბათი დღე, აქ ჩვენ გვაქვს პირველ რიგში მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. იცით ეს ის პერიოდია, როდესაც მთვარე როგორც შევამბობთ, კარგავს თავის მიმართულებას, იმიტომ რომ არ ქმნის არანაირ ასპექტს სხვა პლანეტებთან. აქედან გამომდინარე უშვებს დედამიწაზე უარყოფით ენერგიას, რომლის შედეგად ზედმეტად დუმდება ადამიანებში ყურადღება. რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმების და ავარიების ფაქტორი. და ამ შემთხვევაში ეს აითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ პერიოდში მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან ეს მოვლენა. დაიწყება ეს ყოველივე დილით 5 საათზე და 38 წუთზე და გასტანს დღის 14 საათამდე და 15 წუთამდე. აი განსაკუთრებული ყურადღება მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს ხვალ. ეს საჭიროებათ. ამასთან ერთად ხვალდაწყებული საქმეები აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. მიაქციოთ ყურადღება ხელმძღვანელთა რჩევებს. მეტი ყურადღება გმართებთ საქმეების შესრულებისას, მოერდეთ აგრესიის, ბრაზის გამოვლენას, უარყოფითი ემოციის გამოხატვას. ეს არის შერიგების დღე და ეს გახსოვდეთ. აი ამისთვის კარგია. რაც შეეხება სამშაბათს, ეს არის უკვე 16 აპრილი, აქ ჩვენ გეომაგნიტური სიტუაცია გვაქვს ცოტა დაძაბული, თქვენ იცით გეომაგნიტური დღე რას ნიშნავს? ნიშნავს რომ უარყოფითი ენერგიები კოსმიური უქმნიან მეტ პრობლემებს ადამიანის გულ-სიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას და თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი ამ დღეს, მაგალითად, თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან, არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენების. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის და გვარად. ეცადეთ მეტად დაისვენოთ, მეტად გქონდეთ ურთიერთობა დაუშვათ ბუნებასთან, ხელოვნებასთან, სასიამოვნებასთან, თუ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები იქ და მაშინ ასოკველია გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა, რათა ამით უფრო გვერდიაუროთ ამ ნეგატიური ტენდენციების დღეს. და მოდით ავუშვათ, რომ ასევე სამშაბათს, ასე 16 აპრილს, ნუ დაიწყებთ ისეთ საქმეს, რომლის წარმატებაში ეჭვი ოდნავ მაინც გეპარებათ. აკონტროლეთ თქვენი საკვების და სასმელის ხარისხი, იმიტომ რომ მოწამვლის ალბათობა უხარისხო საჭმელი და საკვებით აქ საკმაოდ მაღალია.
17 რიცხვი აპრილისა ეს არის ოთხშაბათი დღე, აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდია, ისევ დილის 8 საათიდან 30 წუთიდან 15 საათამდე, დღის 15 საათამდე 23 წუთამდე გასტანს იგი. და აქ რასკვლელი მძღოლებს და ქვეით ატმოსფეროლებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ ამასთან დაკავშირებით და რასაკვირველია, მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ ცისკაბადონზე 17-ში ოთხშაბათს რა. ინტელექტის გონების მმართველი და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური. ამ დღეს გეგონება იცოდა მან, რომ ოთხშაბათი სწორედ მისი დღეა, მერკური მართავს მაგალითად ოთხშაბათს და სწორედ ოთხშაბათს იგი გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, სადაც იგი გასტანს 6 მაისამდე. აი ეს მოვლენა ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანთა გონებაში განავითარებს ვერძისთვის დამახასიათებელ სწრაფად აზროვნების უნარს, ორგანიზატორულ კაგნიჩს და უნარს, უშიშარ მებრძოლ ხასიათს, კომუნიკაბილურობას, მაგრამ ამ დადებითთან ერთად განავითარებს ვერძის უარყოფით ტენდენციებსაც, რას? ზედმეტ პირდაპირობას, ეგოიზმის გამოვლენას, სუსტრაფობის გამოვლენას, უღაერათობას, ზოგჯერ გადამეტებულ აგრესიას, კამათისადმილ ტოლვას. ამიტომ ეს ტენდენციები, როგორც დადებითი, ასე უარყოფითი, უფრო მეტად მოიმატებენ თითოეულ ჩვენთაგანის ხასიათში, სწორედ ამ ზეგავლენის შედეგად. და ეცადეთ, რომ ოთხშაბათს იპოვოთ თქვენი საკითხების ერთადერთი გადაწყვეტის გზა და დავანებოთ თავი ალტერნატიული გზების ძიებას. 18 რიცხვი ხუთშაბათი დღეა, აქ საკვები რაციონიდან უმჯობესია მოიღოთ ალკოჰოლის სასმელები, მწარე და მარილიანის საკვები, თაფლი, თხილი და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტები, რაც ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენ ჯანმრთელობას. რაც შეეხება ახლა პარასკევს, ეს უმნიშვნელოვანესი დღეა შემდეგ კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ იცით, რომ დაკავშირებული არის სავსე მთვარეობასთან. და ითხოვს ამ ყურადღებას, ახლა სანამ სავსე მთვარეობაზე ვიტყვით, გამოდე აღვნიშნოთ, რომ აქ ჩვენ კიდევ გველის მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი 15 საათიდან 12 წუთიდან 16 საათამდე 51 წუთამდე. აი ამ დროს ვარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებს, შეიძლება ამ პერიოდში გახდეს განსაკუთრებული თქვათ ტრავმების და ავარიების მიზეზი, მაგრამ მთლიანობაში რასაკვირველია, დღე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ სავსე მთვარე ეს არის მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება, რომელიც ითხოვს რასაკვირველია ყურადღებას, ეს დაპირისპირება და მით უმეტეს ეს დაპირისპირება ხდება ამ შემთხვევაში, ესე იგი ვერძის და სასწორის თქვა დიაგონალზე და აქედან გამომდინარე ეს დაპირისპირება ქმნის ტრავმულ ავარიულ ტენდენციებს, აგრესიულ ტენდენციებს, განსაკუთრებით მანდილოსნები მძიმედ იტანენ სავსე მთვარეობას, უფრო გაღიზიანებულები ხდებიან, ამიტომ მამაკაცებს მეტი მოთმინება მართებთ ეს დღეებში. ტრადიციულად სხვა სახის ფსიქიურმა დაავადებებმა, მათ შორის მთვარეულობის დაავადებამ შეიძლება ეს დღეებში მეტად ეჩინოს თავი. ამიტომ მაქსიმალურად მოერიდოთ ზედმეტად ალკოჰოლის მიღება, ზედმეტი ასე ვთქვათ ისეთი ნაერთების მიღება, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად აღაგზნოს ადამიანს, იმიტომ რომ აქ ისედაც აღზნებადობა მაღალია. აქ ადამიანმა არ იცის საწაიღოს ენერგია, იმიტომ რომ მოჭარბებული ენერგია მოდის კოსმოსიდან. ამით უმეტეს ადამიანს, რომელსაც ისედაც მოჭარბებული აქვს ბუნებრივად ეს ენერგია და კიდევ კოსმოსიდან მოდის დამატებით ენერგია, მათ აღარ იციან საწაიღო ეს ენერგია და ეს ენერგია გადადის ზოგჯერ ჩხუბებში, ზოგჯერ ჯირითში მანქანით, ზოგჯერ არაფრის მომცემ კამათში და ასე შემდგომ, რაც შეიძლება გახდეს სიტუაციის დაძაბულობის და არასასურველი კონფლიქტურობის ფაქტორი. ამიტომ ეცადეთ, რომ ცოტა ყურადღებით ხილად ამ კუთხით მეტი მოთმინება, თავდაჭერა გამოავლინოთ საკუთარი ემოციების და მოქმედებების მიმართ სწორედ პარასკევს. არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო, არ არის ზედმეტი მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ რეალურად არაფრის მომცემი არ იქნება შემდგომ. აქ ურთიერთგაგება მაინც შემსწირებული, ამიტომ ვიყოთ ცოტა მეტად ყურადღებით ამ 19 რიცხვის მიმართ ყველა მხრივ. და გაუფრთხილდეთ განსაკუთრებით ჯანმრთელობას, იმიტომ რომ აქ შეიძლება ჯანმრთელობის კუთხითაც ადამიანებს შეექმნათ პრობლემები. რაც შეეხება შაბათ დღეს, ეს უკვე არის 20 აპრილი, აი ეს მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დღეა, ხედავთ აქ სამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. პირველი ეს იყო პლანეტა მერკურის გადასვლა ოთხშაბათს, სწორედ ვერძის ზოდიაქოში 6 მაისამდე, მეორე არის 19 რიცხვი, აქ ჩვენ პარასკევს გვაქვს სავსე მთვარეობა და 20 რიცხვი, რომლიდანაც უკვე დედამიწა მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, შედის უფრო ჰარმონიულ ენერგოველში, მაგრამ აქ კიდევ მნიშვნელოვანი მეორე მოვლენა გვაქვს. ჩვენ რა მზე აქ უკვე 20-ში შაბათს ტოვებს ვერძის ზოდიაქოს. და ერთი თვით გადაინაცვლებს კურო ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კურო რა ტენდენციების მატარებელია და რის მომტანია, ამაზე
ეს უფრო დაწვრილებით ჩვენ ვისაუბრებთ რასკვლელის შემდეგ კვირა დღეს, როდესაც ეს უფრო აქტუალური იქნება, მაგრამ ერთი რამ აღნიშნოთ, რომ აქ რასაკვირველია ყურო უფრო მეტად შემოიტანს სიმშვიდეს, მეტად შემოიტანს სტაბილურობას, იმიტომ რომ ის გაცილებით უფრო მშვიდი და სტაბილურია ვიდრე ვერძი, შემოიტანს ერთგულების ფაქტორებს წინა პლანზე, მეტად ორგანიზებულობას, მეტად დისციპლინას წინა პლანზე ადამიანთა ხასიათში, თუმცა შეიძლება სიჯუტეს და სიზარმაცეს ცოტა მეტად შემოიტანოს მან. ეს ტენდენციები აქ არის, მაგრამ შაბათი მარტო ამით არ არის მნიშვნელოვანი, რასაკვირველია ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ხდება სტიქიების შეცვლა, ამიტომ მოდი ვთქვათ ასე მიწის სტიქია შემოდის უკვე ცეცხლის სტიქიის მაგივრად და უფრო მშვიდი სტაბილური ნიშანი შემოდის, ამიტომ ამ ხრივ კი ბატონო, მაინც პოზიტიური მეტი აქვს 20 რიცხვიდან, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება 20-ში, რომელიც აი ამის გარდა ეთხოვს ყურადღებას რა სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა სწორედ ასევე შაბათს 20 რიცხვში გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში და შეუერთდება იქ პლანეტა მერკურის. ეს მოვლენა უკვე 15 მაისამდე გასტანს. ნუ რაც ამ ზეგავლენის შედეგად უფრო მეტად პირად, მათ შორის სასქვალო ურთიერთობებში მეტად შემოიტანს ენერგიულ, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზას ურთიერთობებისა, მოიმატებს აქ სექსუალურობა, პარტნიორებს შორის კონტაქტურობა, ამავდროულად ეგოიზმი, დიქტატორული ტენდენციები, სულსწრაფობა, მოდი ვთქვათ ასე ზოგჯერ კამათისადმი მეტილ ტოლვა, ეს უკვე ამის ელემენტები ხავ. მაინც მოგეხსენებათ ვერჩი ვენერას არ უარს ყოფნა. უარს უფრო ყუროში, როცა გადავა ყუროში, ამაში უფრო დასტაბილურდება ასევე პირადი ურთიერთობები, ახლა მარტო მზე გადადის ყუროში, მაგრამ ესეც კარგია რასაკვირველია, ცოტა დაამშვიდებს სიტუაციას, მაგრამ მერკურის და მზე კი გამოდის ვერძიდან, მაგრამ სამაგეროდ მერკური გონების მმართველი პლანეტა და ვენერა სიყვარულის ისინი შედიან ვერჩში. და აქედან გამომდინარე, ამიტომ ვერძის ელემენტები ჯერ კიდევ გვექნება ჩვენ მათ შორის სასკოლო ურთიერთობებში, ზოგიერთ გონებრივ ასე ვთქვათ აზროვნებისას. ამიტომ ჯერ ვერ გავექცევით, ვერ ვიტყვი რომ შვიდად ვიქნებით მთლად, სანამ მერკური არ გამოვა ყოველ შემთხვევაში ვერძიდან არ გადავა უფრო მშვიდ ყუროში, იქამდე ვერ ვიტყვი რომ მარტო მზე უშველის მზის გადასვლა ყუროში და უკვე დამშვიდებით, დაწყნარდებით არა. ნაწილობრივ დაწყნარდებით, იმიტომ რომ მზე მაინც მოქმედებს ჩვენზე და უფრო მშვიდად 20 რიცხვის შემდგომ, მაგრამ მერკურის და ვენერას მაინც ადგილმდებარეობა ვერძში მაინც მოგცემს რაღაც ვერძის სულსწრაფობას, ვერძის აგრესიულობას, ვერძის დინამიურობას, ეს ელემენტები ჯერ კიდევ იქნება. აი როცა უკვე მერკური გადავა და მე კიდევ საბოლოოდ ვენერაც ყუროში, აი მე უკვე სიტუაცია გაცილებით უფრო მეტად დამშვიდდება, ეს უფრო იქნება მაინც დაახლოებით 7-8 მაისის შემდგომ. როცა აი სიტუაცია ნამდვილად იქნება უფრო მშვიდი და უფრო მეტად სტაბილური. იქამდე მაინც ცოტა ესე ვთქვათ იქნება, ცოტა სიმშვიდე, ცოტა ვთქვათ ვერძის ზედმეტი დინამიურობა და აქტიურობა. ეს ტენდენციები გვაქვს. ეს რაც შეეხება 20 რიცხვს. და 21 რიცხვის შემდეგ კვირა დღე აქ იმოქმედოთ შვიდად, უფრო თანმიმდევრულად მოერიდეთ აქ ინტიმურ კონტაქტებს, ადგილსამყოფელის ბინის შესვლას და მოვერიდოთ ასევე სესხისაკებას. ეს უკვე რაც შეეხებოდა შემდეგ კვირა დღეს, ეს ტენდენციებია შემდეგ კვირას დღესთან დაკავშირებული. ეხლა მოდით უკვე აღვნიშნოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა შემდეგ კვირასთან დაკავშირებული, აი ვისაც აქვს მაგალითად საქმე ფინანსებთან, ბიზნეს საქმიანობასთან, მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში ეს პერიოდი კარგია პარტნიორული ურთიერთობებისათვის, სპონსორებთან კონტაქტებისათვის, კონტრაქტების დასადებად, საზოგადოების ფართო ფენების წინაშე, ოღონდ 19 რიცხვის გარდა. აი დანარჩენი დღეები კი ბატონო, შეგიძლიათ ამ ხრივ გამოიყენოთ. რაც შეეხება მოგზაურობას, მგზავრობას და ასე შემდგომ. პერიოდი, რომელიც უკავშირდება 15-17 აპრილის პერიოდს. აი ეს პერიოდი მაინც არ არის სასიკეთო, მათ შორის მივლინებებისთვის და ამ დაგვარი მოგზაურობისათვის. ნუ მოდი თქვათ ასე, მოგზაურობისას მაინც შეიძლება პრობლემები მეტად წარმოიქმნას ამ პერიოდში. აი უკვე 18-21 აპრილის პერიოდი 19 რიცხვის გამოკლებით. აი ეს პერიოდი, ეს დღეები კარგია. ვთქვათ მოგზაურობისათვის, როგორც საქმიან, ასევე რომანტიკული მოგზაურობისთვის, მაგრამ 19-ში ვიღოთ მაინც ფრთხილად. იმიტომ რომ ევროპა ჯირითის ტენდენცია მატულობს და ორმაგი სიფრთხილეა საჭირო მცხოვრების მხრიდან. რომ აქ რაიმე სახის რთულებმა არ იჩინონ თავი. სასკვალო სფეროს რაც შეეხებოდა პარტნიორულ ურთიერთობებს, ამ კვირის განმავლობაში შეიძლება გულაცრუება მეტად იჩინოს თავი და წრულმან მოუსიამოვნებები პარტნიორულ ურთიერთობებში. ეს კვირა მაინც არ არის სასურველი ჩასახვისათვის და მოდით ვთქვათ ასე ნიშნობისა და სიყვარულის აღიარებისათვის. აი ამ კუთხით აქ შეიძლება უფრო მეტმა რთულებმა იჩინონ მეტად თავი და ამ ხრივ მოდით თავი შევიკავოთ ამ დაგვარი ტენდენციებისაგან.
ხა სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ამ რეკლამის დროს შემომიტანეს ესე იგი ინფორმაცია აქ რამდენიმე ტელემაყურებელს საინტერესებს ქალბატონი ეკატერინე კვარაცხელიას ტელეფონის ნომერი და არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ვინც ნახა პარასკევს ჩვენს ეთერში, ტელეეთერში 3 საათზე პარასკევს გადაცემაში თქვენი დრო, მისი გამოსვლა, მე მგონი გასაკვირი არის ეს ინტერესი, რომელიც გამოიწვია მისმა გამოსვლამ, თქვენ ნახეთ, იყო საოცარი საინტერესო ინფორმაცია ფიზიოგნომიკის შესახებ და იყო 5 ცნობილი, ასე ვთქვათ, პიროვნება, მათ შორის პოლიტიკოსები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ბიზინა ივანიშვილი, განხილული და ასე შემდგომ, მათი, ასე ვთქვათ, სახიდან გამომდინარე, თავის ფორმიდან გამომდინარე, თვალებიდან გამომდინარე, ფიზიოგნომიკა რას გვეუბნება მათ ფსიქოტიპზე და შემდგომ იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია ფენშუის კალენდრის შესახებ. სწორედ აი ეს თემა განსაკუთრებით აინტერესებთ ამ ტელემაყურებლებს და აინტერესებთ ესე იგი როგორ დაუკავშირდებთ ქალბატონ ეკას. სპეციალისტ იყო ძალიან საინტერესო ინფორმაცია მის მიერ მოწოდებული ნუმეროლოგიის პრინციპების შესახებ და ნუ ბევრმა გაიგო იმედია რომ რას ნიშნავს ნუმეროლოგია მით უმეტეს თქვენ სახლში. თქვენი ბინის ნომერი, თქვენი სახლის ნომერი, რაზე გავლენას ახდენს და რა შესაძლებლობებს ქმნის ადამიანთა ცხოვრებაში და ურთიერთობ თქვა ბედის ბალში მოდი თქვა ასე. ამიტომ არც არის გასაკვირი, მე არ მიკვირს ასეთ ინტერესი და კი ბატონო სიამოვნებით მოგიწოდებთ, ვინც არ ნახა პარასკევის გადაცემა თქვენი დრო 3 საათზე უცებად ნახეთ, მე მგონი სიამოვნებით და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. და ალბათონი ეკა კვარაცხელიას ტელეფონის ნომერი ეს ფენშუის სპეციალისტია, უკვე ფიზიოგნომიკის და ნუმეროლოგიის გადასწავლის სპეციალისტია და მინდა გითხრათ რომ გადასწავლი ასტროლოგიური ასე ვთქვათ შესაძლებლობების მატარებელია, უბრალოდ რატომღაც ჯერჯერობით კიდევ არ ავლენს ამ მონაცემებს, თუმცა მათ შორის აღმოსავლური ასტროლოგიის კუთხით, დასავლური ასტროლოგიის კუთხით მშვენიერი ცოდნა აქვს მას. აი მას შეგვიძლია დაუკავშირდეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით. ნომრიც გოლისა 568140456. ვიმეორებ 568140456 ფენშუის სპეციალისტი ქალბატონი ეკა კვარაცხელია. ეხლა ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, უპირველეს ყოვლისა, ვისაც აქვს განზრახული შემდეგი კვირის განმავლობაში მკურნალობის დაწყება, მათ გასაგონად მინდა ვთქვა. 15 ასევე 18 რიცხვი ძალიან კარგია აპრილისა, თორედ მკურნალობის დასაწყებად არ ვარ გამ 19 და 20 აპრილის დღეები და არჩენ დღეები საშუალო და ნეიტრალურია. მოგზაურობის დასაწყებად, ვთქვათ ასე, არ ვარ გა 17 და 20 რიცხვი და არჩენ დღეები ნეიტრალურია, 19-შიც უმჯობესია თავი შევიკავოთ. სამსახურის შესაძლებლად კარგია 15 აპრილი, არ ვარ გა 20 და 19 აპრილის დღეები და არჩენ დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასაწყებად კარგია 15 და 18 რიცხვი, არ ვარ გა 17, 19, 20 აპრილის დღეები და არჩენ დღეები ნეიტრალურია. ქორწინებისთვის 18 რიცხვი ყველაზე კარგია, ნაკლებად 15, 19, 20 აპრილის დღეები და არჩენ დღეები აქაც ნეიტრალურია. ბინის ყიდვა გაყიდვისათვის ახალ ბინაში გადასვლისთვის 18 რიცხვი კარგი, არ ვარ გა 17, 19, 20 აპრილი. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია 18 რიცხვი, არ ვარ გა 19 და 20 აპრილი და არჩენ დღეები ნეიტრალური საშუალოა. მსხვილი საყიდლებისთვის უნდა თქვათ ასე, არ ვარ გა 17, 19, 20 აპრილის დღეები და არჩენ დღეები ნეიტრალურია. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 17 აპრილი, არ ვარ გა 19 და 20 აპრილის დღეები და არჩენ დღეები აქაც ნეიტრალურია. ეხლა რაც შეეხება ჩვენს საფინანსო რიტუალებს, თქვენ იცით ეს რიტუალები, ეს მოქმედებები, რომელთა მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ გარკვეულწილად გააძლიეროთ ფინანსური ეგრეგორი, მოიპოვოთ მეტად ფინანსები, ან რაღაცა მოქმედებამ პირიქით თქვენგან წაიღოს ეს ფინანსები და ასე ვთქვათ, უფრო მეტი ფინანსური ხარჯის წინაშე დადგეთ ამის შედეგად. აი რა მოქმედებები სწორედ რა ზეგავლენას ახდენენ შემდეგ კვირის განმავლობაში, მაგალითად ხვალ 15 აპრილი, ორშაბათი დღე. კარგია ნებისმიერი სავალუტო ოპერაციების ჩატარება, რაც მოიზიდავს ფინანსურ ეგრეგორს თქვენდამი. 16 აპრილი აქ უკვე ჩვენს სამშაბათი გვაქვს, აქ შეგიძლიათ ფულის ვალში გაცემა, ვალში აღება, არ შეიძლება სხვისი ფულის გადათვლა, ეს წაიღებს შემდგომ თქვენს ფინანსებს. 17 აპრილი კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება 4 შაბათ დღეს, არ შეიძლება კაპიტალდაბანდება, ფულის გადათვლა, სავალუტო ოპერაციების ჩატარება. 18 აპრილს დაეხმარეთ უმწოებს კი ბატონო ეს შემდგომ შემოიტანს თქვენს სალაროში ფინანსებს და არ შეიძლება აქ ფულის ვალში გაცემა ან ვალში აღება. 19 აპრილს კარგია ვალის დაბრუნება, ვალუტის ყიდვა გაყიდვა, მაგრამ არ არის სასუელი კაპიტალდაბანდება. 20 აპრილს შაბათს კარგია ვალის გასტუმრება, ნებისმიერი ქველმოქმედება. 21 აპრილს შემდეგ კვირა დღეს კარგია ფულის გადათვლა და ვალის დაბრუნება.
ეს მეტად მოიზიდავს თქვენ და მე ფინანსურ ეგრეგორს და არ შეიძლება აქ კაპიტალ დაბანდება, ფულის ვალში გაცემა ან ვალში აღება. ეს პირიქით შემდგომ თქვენგან გაიტანს კიდევ უფრო ზედმეტად მეტ თანხებს. ეხლა რაც შეეხება უკვე ანგელოზის საათს, თქვენი ციტასის დროა, ის საათებია, ის წუთებია, რომლის ველობისაც თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ კონტაქტზე თქვენს მფარველ ანგელოზთან. შეგიძლიათ რაღაცა თხოვნით მივართოთ მას, სკოლა ეს ხოვნა უნდა იყოს ადეკვატური, ამიტომ მე გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ გინდა თუ არა ამ თხოვნას შეგისრულებენ, ნამდვილად არ ვიცი. ეს უკვე თხოვნაზეა დამოკიდებული, იმაზე დამოკიდებული მიზეზშედეგობრივი პრინციპებიდან გამომდინარე კოსმოსისა, რამდენად იმსახურებთ თქვენ რომ ეს თხოვნა შეგისრულონ ზედაძალებმა, მაგრამ თქვენ რომ შეგიძლიათ მასთან გახვიდეთ კონტაქტში და თხოვოთ, ეს კი და ის რომ გაიგებს ამას, ეს უდავოა, მაგრამ რამდენად შეგისრულდებათ, ეს უკვე ასე ვთქვათ ზედაძალების ასე ვთქვათ პრინციპებზეა დამოკიდებული. და აქვე აღმოჩნდეთ რომ ამავე დროს და ამავე პერიოდებში თქვენ შეგიძლიათ რაიმე კეთილი საქმე გააკეთოთ და იგრძნობთ კიდეც მფარველი ანგელოზის დახმარებას. ყველა სახის კეთილ საქმეს ამ პერიოდში მეცემა ძალიან სასიკეთო შესაძლებლობა და ელფერი და რა პერიოდები გვაქვს ეს შემდეგი ესე იგი კვირის განმავლობაში. პირველ რიგში მოდით ხვალინდელი დღე დავიწყოთ 15 რიცხვი ორშაბათი დღე ანგელოზის საათი ჩვენ გვაქვს 14 საათიდან 20 წუთიდან 15 საათამდე 25 წუთამდე. 16-ში სამშაბათს 14 საათიდან 40 წუთიდან 15 საათამდე 23 წუთამდე. 17 აპრილს ოთხშაბათს 14 საათიდან 37 წუთიდან 15 საათამდე და 20 წუთამდე. 18-ში ხუთშაბათს 14 საათიდან 34 წუთიდან 15 საათამდე 17 წუთამდე. 19-ში პარასკევს 14 საათიდან 31 წუთიდან 15 საათამდე და 14 წუთამდე. 20-ში შაბათს 14 საათიდან 28 წუთიდან 15 საათამდე 11 წუთამდე და 21-ში კვირას 14 საათიდან 25 წუთიდან 15 საათამდე და 8 წუთამდე. ეს ჩვენ გვაქვს შემდეგი კვირის ანგელოზის საათი. მოდით ვთქვათ ასე. ეხლა მოდით დავუშვათ სანამ კიდევ სხვა თემას დავუბრუნდებით ჩვენ. პირველ რიგში მოდით დავუშვათ რომ ისევ და ისევ გამოსულია ჟურნალი ჰოროსკოპი პლუს რევიუ. ეს არის ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზები და სხვა თემებიც არის განხილული და ეს არის უკვე საახალწლო ნომერი, სადაც თქვენ გაქვთ ინფორმაცია მთელი წლის 2019 წლის აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივების შესახებ. ამის გარდა თქვენ იცით რომ გამოსულია ჟურნალი ჰოროსკოპი ყოველგვარი რევიუს გარეშე, რომელიც გამოდის წელიწადში ერთხელ და აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია, საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი, გეომანტია დედამიწისა და რას ნიშნავს თვეების და მიხედვით დაყოფილი წლის პროგნოზები, აქ ჩვენ გვაქვს ყოველი დღის 4 ნაწილად გაყოფილი ენერგეტიკა თითოეული დღისა და ამის გარდა აქ ჩვენ გვაქვს მთვარის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული რეკომენდაციები თითოეულ დღეზე ზოდიაქოს ნიშანთათვის. ამის გარდა შენი ჰოროსკოპი ჟურნალი ბროშურა, სადაც არის მთელი წლის ჰოროსკოპი, ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური პროგნოზი თვეების და მიხედვით წლის განმავლობაში და აქვე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება შავი და თეთრი მთვარის მნიშვნელობას. თქვენ შეგიძლიათ აქ არის ცხრილები, რის მიხედვით გამოითვალოთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებოდა თქვენი დაბადების მომენტში შავი და თეთრი მთვარე, რას ნიშნავს ეს უკვე პირად ჰოროსკოპში სად იმყოფებოდა, რას ნიშნავს და რა ტენდენციებს ქმნიან ისინი და რას ითხოვენ თქვენგან. ამის გარდა თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს ასევე მთელი წყება კალენდრებისა, ეს არის დიდი ასტროლოგიური კალენდარი, შეიძლება ჩვენ ასე საოჯახო კალენდარსაც ვწოდებთ. 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი და უარყოფითი დღეები აქვს აღნიშნული თავისი ახალმთვარეობით, სავსე მთვარეობით, მზის და მთვარის დაბნელებების დღეები და რასაკვირველია, აქედან თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომელ დღეს ჯობია მშვენი საქმის დაწყება, მოლაპარაკების წარმოება, რომ ეს იყოს დადებითი თქვენთვის დღე და არა უარყოფითი, არა ახალმთვარეობა, არა დაბნელებები და ასე შემდგომ. და აქვე ჩვენ გვაქვს რასკული ასეთი პატარა კალენდრები, ზუსტად იგივეა რაც ამ დიდ კალენდარში, ოღონდ ცალკეული შეიძლება თქვენ არ გინდათ ახლა 12-ვე ნიშანი და გინდათ ჯიბის კალენდარი, რომ ჯიბეში გქონდეთ, ნებისმიერ დროს ამოიღოთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიური და უარყოფითი დღეები აქვს აღნიშნული თავისი ახალმთვარეობით, სავსე მთვარეობით, მთელი წლით გათვლილი ყოველი თვე არის ცალ-ცალკე დაანგარიშებული. ამის გარდა ჩვენ იცით რომ გვაქვს ასევე სხვა სახის კალენდრები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგალითად იგივე ბიზნეს შემოქმედებითი სასკვალო პოზიტიური და უარყოფითი დღეების კალენდარი. აქ ჩვენ გვაქვს
კალენდარი, რომელიც უკავშირდება სამედიცინო ასტროლოგიას. აქ ჩვენ გვაქვს დღეები მითითებული, რომლისობისას ამა თუ იმ ოპერაციების ჩატარება, ამა თუ იმ ორგანოს მომართებაში არ ექნება დადებითი ელფერი და ეს დღეები აქ მითითებულია, რომელია ეს დღეები და ეს ყველა კალენდრები ახლა მე დავუშვით რომ ამ პატარა გაუგებრობები გამოიწვია, ამ ჟურნალ დიდ ჰოროსკოპშია შიგნით. ანუ ეს არის შიგნით, ეს ცალკე არ არის, ზოგიერთი ეძებს რომ ეს ცალკეა, არა, შიგნით არის, აი ამას როგორც კი გახსნით, აი აქ იქნება ეს კალენდრების მთელი წყება. და იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, შეიარაღებული, ამის გარდა იცით რომ არის წიგნები გამოსული, 12-ვე ზოდიაქოს ნიშანია სათითაოდ გამოშვებული, აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია ცნობილი ადამიანების ზოდიაქოს ნიშნების, ფსიქოტიპები, მათი ქვები, მინერალები, ჯანმრთელობის პროექციები და უამრავი ინფორმაცია, რომელიც მე მგონი იქნება ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის საინტერესო. ეს ყოველივე ჩვენ აქ გვაქვთ, შეგიძლიათ იყოთ ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული. ეხლა კიდევ მშვენი სხვა ინფორმაცია, რომელიც ესე იგი მე მინდა ასე გავაგზავნო უბრალოდ ინფორმაცია, ეს მე მოგაწოდეთ წინა მოგეხსენებათ გადაცემის დროს და აქ ჩვენ გქონდა საუბარი იმაზე, რომ გარკვეულწილად აი პარტნიორი ურთიერთობების სასიყვარულო, საქორწინო და ასე შემდგომ, ამა თუ იმ ნიშნისთვის გარკვეულ პერიოდში არის უფრო მეტად სასიკეთო, გარკვეულ პერიოდში ნაკლებად სასიკეთო და უფრო მეტ სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული და აი გქონდა ამაზე სწორედ საუბარი, რომ რომელ პერიოდებში ეს ყოველივე უფრო მეტად სასიკეთო. თუმცა ერთი რამ მინდა ახლა ამოშევსო, ეს მე ჟურნალები და ასე ვთქვათ ეს ინფორმაცია რომ მოგაწოდეთ არ აღნიშნავს და შეიძლება ყოველივე ამის შეძენა. ახლა ეს მინდა გამოვასწორო, ანუ ნებისმიერ ბიბლიუსის წიგნების მაღაზიებში და ასევე ყველა სახის ლოტარეის ბილეთების ჯიხურებში, ასევე პრესის ჯიხურებში ეს შეგიძლიათ ყველგან შეიძინოთ მთელი რესპუბლიკის, ასე ვთქვათ, მასშტაბით. აქ არის ეს ყოველივე ინფორმაცია, თუმცა ბიბლიუსის მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში თუ შეხვდათ, აუცილებლად მოთხოვეთ, იმიტომ რომ სადღაც აქვთ უკან ჩამალული, ესე იგი აქედან ჩანს მათი და მათი ხელმძღვანელების და მომუშავე პერსონალის დამოკიდებულება ასტროლოგიისთან, რომელსაც ეთქობა არ მიიჩნევენ სერიოზულ სფერო და წინ არის დადებული ყველა სახის ლიტერატურა, მე იმას არც არ ვერჩი, ასოგვირველია, მაგრამ ეს არის სადღაც უკანით ჩადებული, საკარგად თუ არ დაძებნეთ, ვერ იპოვით. ამიტომ როცა შეხვდით ბიბლიუსის მაღაზიაში, აუცილებლად მოთხოვეთ იქ მომუშავე პერსონალს და რომ თქვენ არ ეძებოთ, იმიტომ ძნელი იქნება ალბათ ამის მიგნება, მე თვითონ ამ ინფორმაციას მე თვითონ ძლებს მივაგენი, მინდა გითხრათ ბიბლიუსის მაღაზიებში. და ამიტომ აქ ცოტა უნდა იაქტიუროთ ამ კუთხით. მაგრამ დავუშვათ სხვა პრესის ჯიხურებში უფრო მეტად შეგიძლიათ იპოვოთ ყოველივე ეს. მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ სახლში მიტანით, ასე ვთქვათ, მოგემსახურონ, გვაქვს ესეთი აქ არის ესეთი სამსახურიც. თუ გინდათ რომ სახლშია, თქვათ, მიიღოთ ეს წიგნები, ჟურნალები, აი მაშინ უკვე შეგიძლიათ შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და თქვენ უკვე აქ შეუკვეთავთ ნებისმიერ ამ ჟურნალს, ნებისმიერ ასტროლოგიურ წიგნს, თქვენი ზოდიაქოსი და მიიღებთ უკვე სახლში მიტანით ამას. ეხლა მე ვაგრძელებთ ესე იგი ინფორმაციას, რომელიც დავიწყეთ წინა გადაცემაში და მოგეხსენებათ იქ აღმოჩნდა 6 ზოდიაქოს ნიშნის, ბოლო იყო ლომის ზოდიაქო და მისი პერსპექტივები და ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი პერიოდი ასე საქორწინო კუთხით. ეხლა ვაგრძელებ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, რომელი პერიოდია ქალწულს ამ ხრივ მოდი თქვათ უფრო მეტად სასიკეთო, ну ყველაზე მეტად ქალწულის ნიშნით დავადებული ადამიანებისთვის რას ყვირლია ეს ინფორმაცია ზოგადია, კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ პირადი ჰოროსკოპი გვიჩვენებს უფრო სწორ ინფორმაციას, მაგრამ ეს ინფორმაციაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქალწულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ კარიერა და მატერიალური უზრუნველყოფა ცხოვრებაში. ისინი თვლიან, რომ ოჯახის შექმნამდე მათ უნდა ჰქონდეთ საიმედოების გარანტიები აი ამ კუთხით. და აღნიშნოთ, რომ ამასთან ეს ადამიანები თავიანთი ემოციურობის მიუხედავად საკმაოდ პრაგმატულები არიან და ცდილობენ ლოგიკურად გამთვალონ მათთვის საუკეთესო საქორწინო პარტნიორი. აქაც კი ესეთი ცოტა მატერიალური კუთხით მსჯელობა ხასიათებთ მათ. ეს ადამიანები საკმაოდ ერთგულები, მზრუნველები, მოსიყვარულეებიც არიან, მაგრამ მათ სიყვარულიც ცოტა სიცივეს დაჰკრავს მათ სიყვარულს. ყოველ შემთხვევაში ესეთი რომანტიზმი, როგორც შეიძლება გამოვამინოს კერჩქებმა დაუშვათ ან თუნდაც თევზებმა, აქ ქალწულს ნაკლებად აქვს ეს გამოვლენილი. ყოველ შემთხვევაში დაქორწინებას არ ჩქარობენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მათი ოჯახი საკმაოდ მყარი და ხანგრძლივია. ქორწინებისთვის ოპტიმალური ასაკი არის 21-დან 24 წლამდე, ან 27-დან 29 წლამდე პერიოდი. ეს ქალწული. ეხლა შეეხება სასტურს.
სასწორი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მუდმივად ეძებს იდეალურ პარტნიორს, ანუ იდეალს ეძებს. ზოგჯერ ეს იდეალი ეყრდნობა მათ გვარად სულ ფანტაზიებს, ამიტომ ზოგჯერ უჭერს ესეთი პარტნიორის პოვნა. სანამ ცოტა პრაგმატულად არ შეხედავს პარტნიორს, ამ ნიშნის ადამიანები ადვილად იწყებენ ურთიერთობას და სწრაფად ავითარებენ სასწავლო კავშირს. არც ადრეულ ქორწინებას გაურბიან, ამიტომ ყველაზე ხშირად უკვე 20 წლის ასაკში დაქორწინებულები არიან, თუ რომელიმე სხვა ესეთი ნიშანი არ მოქმედებს მათზე. მიუხედავად ამისა, ცხოვრებისეული გამოცდილება და ერთობლივი ცხოვრების პერიპეტიები შორსა იდეალურისგან, რის გამოც მათი ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი შეიძლება ადვილად დაინგრეს. შემდგომი ქორწინება უფრო მეტად აზრებულია, მათი და უფრო მყარია, მაგრამ ყველაზე მყარი სტატისტიკურად სასწორების მესამე ქორწინება, რომელშიც სრულიად მშვიდად დაცულად გნობენ თავს და ტკბებიან ოჯახური იდილიით. ახლა აღნიშნოთ, რომ სასწორში მაინც არის ორი სასწორი, ხო, აიწონა დაიწონოს პროვინცია და რომელსაც აიწონოს სასწორს, რომელსაც მოწონს პარტნიორი და აიწონოს სასწორს ის არ მოწონს და შემდგომ და პირიქით, ამიტომ აქ აქვს ცოტა ეს პრობლემები. შემდგომ მოდით აღვნიშნოთ, რომ სასწორისთვის დაამშვენია სილამაზე კომფორტი, კომფორტულ სიტუაციაში ცხოვრება. თუ პარტნიორი ამ კუთხით არ ასე ვთქვათ შედის მასთან ამ კონტაქტში და არ აქვს ისეთივე მიდრეკელებები, ეს უკვე ქმნის გაუცხოებას და უფრო მეტ პრობლემებს მათ ურთიერთობებში. სასწორი გაითვალისწინოთ, თუ გაქვთ რომელიმე სხვა ნიშანს ურთიერთობა სასწორთან, დილით აიწონოს პოზიციის გამო შეიძლება იყოს ძალიან მოსიყვარულე, გულგახსნილი, ძალიან თბილი, საღამო შეიძლება უცებ დაიწონოს პოზიციაში გადავიდეს და იყოს უფრო ასე ვთქვათ დისტანციური საკუთარ თავში მეტად ჩაკეტილი და ვერ იგებთ რა შეიძლება საქმე. ამიტომ ეს სწორედ აი მაიწონოს დაიწონოს საკითხებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე ვლინდება ხშირად ასე ვთქვათ სასწორთა ხასიათსა და ფსიქოტიპში ეს ამასთან არის განპირობებული და ამით არის განპირობებული. რა შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, როგორც ამბობენ ასტროლოგები, გაქვთ საქმე მორიელთან, უნდა მიირთვათ ხშირად რძე, იმისთვის რომ გაანეიტრალოთ ის ხამი, რომელიც ამ ნიშანს აქვს. მას ნახევრად ქუმრობით რას ვქვილა, თუმცა სანახევროდ სიმართლე ამაში არის. ყოველ შემთხვევაში მორიელი ძალზედ ემოციურია, ეს ნიშანი საკმაოდ ხშირად ადვილად მათ უყვარდება სხვა ადამიანები და ასევე ადვილად და სწრაფად უკრებათ ეს გრძნობა. მარსიანელები არიან, შეიძლება ესე ვთქვათ, მათი მმართველი პლანეტა მარსია, მიუხედავად ამისა, თითოეული მათი გრძნობა საწყის მომენტში საკმაოდ ძლიერი და ამღელვებელია. მათ დიდი სურვილი უჩნდებათ მუდმივად იმყოფებოდნენ რჩეულის გვერდით, რის გამოც ადვილად იღებენ დაქორწინების გადაწყვეტილებას. გრძნობის გაწევების შემდგომ კი ოჯახიც ინგრევა და სულ მალე მაცხოვრებაში იწყება ახალი სასწავლო ურთიერთობა. ამის გამო მორიელების სხვებზე მეტი რაოდენობით ქორწინებით ხასიათდებიან, ამ შემთხვევაში საუკეთესო ასაკის ან ყველაზე ხშირი ქორწინების სტატისტიკური მონაცემების მიღება რთულია. თუმცა არ შეიძლება არ ვთქვათ ისიც, რომ მიუხედავად ქორწინებისადმი ამგვარი მიდგომისა, მორიელებს საკმაოდ ღრმა და ერთგული სიყვარული შეუძლიათ, რომლის დროსაც მათი ქორწინებაც საკმაოდ შეიძლება მყარის და ხანგრძლივიც აღმოჩნდეს. ხა ერთი რამ გავითვალისწინოთ მორიელთან დაკავშირებით, მორიელი არ უნდა მოატყუოთ. ერთხელ თუ დაგიჭირათ ყულზე დამთავრებული აქ უკვე თქვენი რეიტინგის გასწორება ძალიან ძნელი იქნება. ეს გავითვალისწინოთ ძალიან ეჭვიანია, დრავსთოვარია ინტუიცია გასასწაული და ამის მეშვეობით ძალიან კარგად გრძნობენ ისინი სიმართლეს და ამიტომ ეჭვიანი მათი ეჭვი უსაფუძვლო არ არის. ისინი ყოველთვის გრძნობენ, აი როცა კოჭებში იცნობენ, აი მამაკაცი შემოვიდა, ესეთი ქალი მორიელი მომტვართ იგრძნობს, საიდან მოდის იგი? სხვა ქალისგან თუ საქმიდან და როგორ გრძნობს არ იცის, თვითონ გრძნობს და აი მისი ეჭვი ამიტომ ძალიან ხშირად აბსოლუტურად ზუსტია. და ამშვენად ისიც რომ მორიელი ქალი დავუშვათ, როცა მამაკაცი შემოდის სახლში მივამ მასთან და ეს მოეკითხავს და მშვიდად აუცილებლად დაგნოსობს. მომიტომაც იგრძნობს თუ რამე სხვა სურნელი იქ არის. ამიტომ ესეთ ქალს და ესეთ მამაკაცს ადვილად ვერ მოატყუებთ, ესე იცოდეთ და ეცადეთ არ მოატყუოთ კიდევს და კიდევ ეს ნიშანი არის სექსის მეფე. ამიტომ ეს არის ნიშანი, რომელიც აღვირახსნელი კი არ არის და გარყვნილი, როგორც ზოგჯობი გონია. არა. პირიქით, მას აქვს უზარმაზარი სექსუალური ენერგია. და ამიტომ აუცილებელია რომ თქვენი სექსუალური პოტენციალი სრულად აკმაყოფილებდეს მის პოტენციალს. წინააღმდეგ შემთხვევაში ესეც შეიძლება გახდეს გაუცხოების და კონფლიქტების მიზეზი, ან იმის მიზეზი ეს ნიშანი ეცდება სხვა პარტნიორის პოვნას. და აქედან გამომდინარე, ამიტომ ინტიმური კუთხითაც აქ როცა მორიელთან გაქვთ საქმე, იცოდეთ რომ უნდა იყოს სათანადო დონეზე. და არა ის რომ ახალგაზრდობაში მე მაინც მაგარი ვარ და ასე შემდგომ, არა ეს ფრაზეოლოგია მორიელთან არ ჭირს. უნდა იყოს მართლა ისეთი, რომელიც შეძლებს ასე ვთქვათ მის დაკმაყოფილებას და სათანადო დონეზე. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს სერიოზული გაუცხოების და პრობლემების ერთ-ერთი საწინდარი. ამიტომ აქ ცოტა სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს. რათა აქ მე რაიმე სახის გაუცხოებას პრობლემას არ კონდეს
ადგილი. თუმცა თუ მორალმა გადაწყვეტა თქვენთან დაშორება, ეს აუცილებლად ამას პირდაპირ გეტყვით. ეს არ არის ეს ნიშანი, რომელიც წავა და უშუალოდ უღალატებს ადამიანს და მერე ეტყვის, არა. ეს თუ გადაწყვეტავს, იჯერ ეტყვის პარტნიორს და მერე დაუშვათ წავა ღალატზე. თუ მაგრამ ის უკვე ღალატი აღარ არის თავისთავად მოგეხსენებათ. რაც შეეხება მშვილდოსანს, ეს ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ძალიან აფასებს თავისუფლებას, გარდა ამისა ასეთი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია თვითგანვითარება, მოგზაურობა, კარგი განათლების მიღება, საზოგადოებაში მაღალი სოციალური საფეხურის დაკავება ხშირად, საკმაოდ ბევრ დროს ხარჯავს ეს ნიშანი კარიერაზე, რის გამოც ოჯახის შექმნის სურვილი მომწიფებულ ასაკში, გარკვეული მიზნების განხორციელებისა და წარმატებების მიღწევის შან გამოჩნდება მას. ყველაზე ხშირად ისინი ქორწინდებიან, ხოლო 15 წლის ასაკის შემდგომ. ეს არ არის აუცილებლობა, მაგრამ ტენდენცია ესეთია. აქვე უნდა აუშვათ, რომ ამ ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქორწინო პარტნიორის პრეზენტაბელურობას, პრესტიჟულობას, რაც ასევე სრთულეებს ქმნის პოტენციური მეუღლის ძიებისას. მიუხედავად ამისა, თუ მშვილდოსანს ჰყავს რჩეული და მან მიიღო ქორწინების გადაწყვეტილება, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდეს. ქორწინება კი მყარი და წარმატებული აღმოჩნდეს. შეეხება თხის გასმიწესტიკის წარმოადგენელ ნიშანს, ადამიანები მათთვის სასურველი სასწავლო პარტნიორის გაცნობისას და სასწავლო ურთიერთობის დაწყებისას დიდხანს არ ფიქრობენ. არ იწყებს ურთიერთობის გადამოწმებას, იგი ლოდინს ნიშანს სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, სწრაფადვე ქორწინდება. გარდა ამისა, ისინი ქორწინებისთანავე იწყებენ ფიქრში დაუმალულობას და მალევე აჩენენ შვილებს. ამ ადამიანებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გარშემოყოფების აზრი მათ ოჯახის წევრებს, აღელვებით თქვათ ასე საკუთარი და ოჯახის აღელვებს საკუთარი ოჯახის პრესტიჟი. ამიტომ საკმაოდ ზრუნველები არიან, მით უმეტეს რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყველაზე კარგად თავგზნობენ ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში. ერთი რამ გავითვალისწინოთ, რომ თუ ნაადრევად ეს ნიშანი არ დაქორწინდა, მაშინ შეიძლება საკმაოდ დიდხანსაც იფიქროს და ყოველ შემთხვევაში 29-30 წლამდე ოჯახი არ შექმნას. ეს ტენდენციაც მას ახასიათებს. შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს. მერწყული ზოდიაქო ყველაზე არაორდინალურია, წინასწარ განუსაზღვრელია, ჰაერისტიკია, რომელსაც თავისი შეხედულებები, წესები, არაორდინალური მიდგომა აქვს მათ შორის ქორწინებისადმი და საერთოდ ცხოვრებისადმი. ამ ადამიანებს არ ესაჭიროებათ ოფიციოზმი და საბუთებით გაფორმებული კავშირები, მათ სავსებით აკმაყოფილებთ ახლო ურთიერთობები, რომლებიც მეტად ემყარება მეგობრობასა და ნდობას, რასაც ამჟამად სამოქალაქო ქორწინებას უწოდებენ. ამის გამო შესაძლოა საერთოდ არასდროს შექმნან ოჯახი იმ ფორმით, როგორც ყველა დანარჩენი აკეთებს ამას. გარდა ამისა, ისინი გვიან ასაკამდე დიდ ბავშვებად რჩებიან. ამიტომ შესაძლოა ოჯახის შექმნაზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ 35 წლის ასაკის შემდგომ. ახლა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ მერწყული ყველაზე თავისუფლების მოყვარია და ამიტომ ვერ იტანს, როცა ვინმე ზღუდავს ან კეთავს მის თავისუფლებას. ამიტომ არის ერთ-ერთი ეს მიზეზი, რის გამოც მერწყული თვითონ ვერ გზნობს, როგორც ცდილობს ქვეცნობიერად გადადოს ქორწინება. თუ რაღაცა ახლა ბავშვობიდან განსაკუთრებული ესეც სიყვარული არ არის და რაღაც განსაკუთრებული გრძნობა, მერწყული უფრთხის ქორწინებას, იმიტომ რომ ის გრძნობს, რომ ქორწინება ეს არის მისი თავისუფლების შეზღუდვა. ამიტომ თუ არ იპოვა ადამიანი, რომელიც მაინდა-მაინც ძალიან არ შეუზღუდავს მას თავისუფლებას, აი თუ აქვს ესეთი გარანტიები, რომ არ იქნება ზედმეტად შეზღუდული, მაშინ კი ის უბრალოდ წავა ქორწინებაზე, მაგრამ თუ იგი გრძნობს, რომ ეს შეზღუდავს მის თავისუფლებას და აქედან გამომდინარე თავისუფლება მისთვის ეს უმთავრესია, ეს მისი ჰაერია, მაშინ ცდილობს რომ როგორმე გადადოს, გადაავადოს ეს ქორწინება, რომელიც შემზღუდველია საერთოდ ჯამში მისთვის ყველაზე მთავარი თავისუფლების. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, თევზების შინაგანი სამყარო განსაკუთრებულად მდიდარია, ფაქიზია, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლები ზედმეტად ბევრს ოცნებობენ და ხშირად ერთგვარ ილუზორულ სამყაროში ცხოვრობენ. ამასთან შეგუება და ამის ყოველდღე ყურება ყველას არ შეუძლია. გარდა ამისა, ილუზორული წარმოდგენელი შეიძლება ვრცელდებოდეს სასწავლო ურთიერთობებზე, როდესაც რთულდება მათ წარმოსახვაში არსებული ადამიანის რეალურად გაცნობა და ორქრივი სასწავლო კავშირის ჩამოყალიბება. თუმცა, თევზების ნიშნით დაავადებულ ადამიანებს საკმაოდ ძლიერი ინტუიცია აქვს და იციან მათ როგორ მოხიბლონ პოტენციური პარტნიორი. ეს უბრალოდ ყოვლის უნდა გაითვალისწინოთ თევზების ნიშნის წარმომადგენლებმა და სასურველი ადამიანის გაცნობისას ორქრივი სასწავლო ურთიერთობის ჩამოყალიბების დიდი ხნით დროს არ გადადონ ქორწინება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თევზებისთვის მყარი ოჯახის შექმნისთვის სასურველია ქორწინება არ გადაცილდეს 27 წლის ასაკს. თუმცა
ერთი რამ გავითვალისწინოთ, რომ ვინც დაუშვათ ქორწინდება თევზებთან, მათ უნდა იცოდეთ, რომ ამ ნიშანს აქვს ხშირად უამრავი ფანტაზიები, ეს ნიშანი ხშირად დაცურავს და დაფრინავს სხვა სამყაროებში და აკლია ცოტა პრაგმატულობა, ასე ვთქვათ, მატერიალიზმი რო იტყვიან, ზედმეტად ხშირად, ასე ვთქვათ, თანაგზნობის დიდი უნარი აქვს, რომელსაც სხვები იყენებენ ხშირად მათ საწინააღმდეგოდ და ესეც უქმნის პრობლემებს და ზოგჯერ დეპრესიულ სიტუაციაში ვარდებიან ისინი, ზოგჯერ ამ ნიშანს აქვს, რომ ესეთი მანიაკალური შიშები რაც ასევე ზოგჯერ ქმნის პრობლემებს მათ შორის საქორწინო ურთიერთობებში და სწორედ ეს ნიშანი ტყუილების ერთ-ერთი დიდო სტატია. ამიტომ ტყუილმა შეიძლება საგრძნობლად ნეგატიური დაღი დაასვას ამ ნიშანთან ურთიერთობებში. ეს ყველაზე ისეთი მინუსებია, რომელსაც გათვალისწინება რაც ყველა საჭირო როცა თევზებთან გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ ის რომ ყველაზე ასე ვთქვათ ადამიანური ადამიანია, ყველაზე გულმოწყალია, ძალიან საინტერესო რომანტიკოსია, ეს უდავოდ. აი თუ გინდათ რომანტიკული სიყვარული, კი ბატონო, თევზები ამ ხრივ საუკეთესო კანდიდატია. ეს ჩვენი ისე თემა, რომელიც უკავშირდება საუკეთესო წლებს ქორწინებისა, ჩვენ ამით დავასრულეთ. და ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საერთო დრო ფაქტობრივად იწურება. აქ ჩვენ გვაქვს კიდევ ორი კითხვა ჩვენ ტელემოყურებლის, რომელსაც აინტერესებთ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით. აინტერესებთ, ესე იგი, სად შეგვეხმიანონ თქვენცით, რომ ჩვენ გვაქვს ახალი ტელეფონის ნომერი, ასევე რომელიც გასათვალისწინებელია, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. თუ თქვენ მზად ხართ პირადი ჰოროსკოპის შესადგენად, მზად ხართ იმისთვის, რომ სერიოზული კორექტივები შეიტანოთ თქვენს ბედიღ ბავშვში, თქვენს ცნობიერებაში და ახლებურად დაეწყოთ ცხოვრება. Dan გარკვეთ ელემენტარულად რაკოს მეორე მისიით ხართ მოსული ამ ცხოვრებაში, რას არაკეთებს სწორად, როგორ შევცვალოთ ეს ყოველივე და ასე შემდგომ მაშინ შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38 ვიმეორებ 599 შევადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, ვნახოთ თუ თქვენ უცხოეთში გინდა წავსვლა, რომელი ქვეყნებია ამთვის უკეთესი, რომელი პარტნიორებია ყველაზე სასიკეთო, რომელი პროფესიებია ყველაზე კარგი და ასე შემდგომ იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, შეიარაღებული და რას ყველა შეძლოთ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი კორექციის შეტანას თქვენს ცხოვრებაში. ხვალდილი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დილით 11 საათზე თქვენ გამეორებით ნახავთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას. ასევე ხვალდილით იმედის ეთერში თქვენ შეხვდებით ერთმანეთს და ახლოვეთ 15 წუთი რო აკლიათ 9-ს. რადიო ფორტუნა ხვალდილით 3-ჯერ გამეორებ ჩვენს მიერ მოცემულ ინფორმაციას ხვალინდელი დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ და რას ყველა ხვალინდელი ასევალ გაზეთი და ჟურნალი თბილისელები მოგაწვდიან ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის იქნება იმედია საინტერესო. ჩემს მიერ მოწოდებულს იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ესე იგი, შემდეგი კვირის განმავლობაში მაქსიმალური ყურადღება 19 რიცხვს სავსე მთვარეობის მძიმე დღე გვაქვს, შეცდეთ მშვიდად გამოვოთ ეს დღეები, ზედმეტი დაძაბულობის და პრობლემების გარეშე, დანარჩენი მე მგონი რომ უკეთესობისკენ ნელ-ნელა მივდივართ 20 რიცხვიდან. დედამიწა უფრო დადებითი ენერგოველში შევა და უფრო მეტად სასკეთო ცვლილებები დაიწყება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ამ ინფორმაციით წარმატების თქვენი იმედით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.